მოგესალმებით, ეთერშია მთავარი მსოფლიოში, მე ეკა კვესიტაძე ვარ. მოკლედ, ოცში არის ტრამპის ინაუგურაცია და როგორი პოლიტიკა ექნება მას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც დღეს მსოფლიოს აწუხებს და ძალიან რელევანტურია ასევე ჩვენთვის, იმიტომ რომ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მართალია უკიდურესად შემცირებული იმედებით, მაგრამ ქართულმა ოცნებამ მაინც დააჯერა თავისი ამომრჩეველი, რომ 20-ის შემდეგ რაღაცა შეიცვლებოდა, ამაზეც ვისაუბროთ, ჩვენ კადრებში ვხედავთ. ეხლა სალომე ზურაბიშვილს ეს ძველი კადრებია, მაგრამ ის ტრამპის ინაუგურაციაზე იმყოფება, არც ერთი წევრი არ დაუპატიჟიათ ქართული ოცნებიდან. ჩვენ შევეხებით, რასაკვირველია საქართველოს, შევეხებით ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეხლა ბრიტანეთის სავარაუდო სანქციების თემაზე. ეს სანქციები არის დაინიცირებული უკვე 18 დეპუტატის მიერ, ჯერჯერობით არც თარიღი არ არის ცნობილი და არც კონკრეტული გადაწყვეტილებები, მაგრამ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთმა ამ თემაზე დაიწყოთ. ეს არის უკიდურესად მტკივნეული ქართული ოცნებისთვის და მისი კრონებისთვის. ამერიკაზე უფრო მტკივნეული, ამაზე თუ რატომ ამაზე ვილაპარაკებთ და გარდა ამისა, როცა ამერიკა იწყებს სანქცირებას, ევროკავშირი იწყებს სანქცირებას, აქ რასაკვირველია, ბრიტანეთი აუცილებლად მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებაში ერთ-ერთი ლიდერია ხოლმე ბრიტანეთი და ძალიან მკაფიო პოზიცია უკავია მათ მიმართ, ვინც დემოკრატიას უთხრის ძირს თავის ქვეყანაში. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო განცხადებები ბრიტანელი მაღალჩინოსნების მხრიდან, მინიშნებები მკაფიო ასევე იმაზე, რომ ისინი არ აღიარებენ ქართულ ოცნებას ლეგიტიმურ ხელისუფლებად და ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არის ესე წარმოუდგენლად მტკივნეული, რატომ იქნება ბრიტანული სანქციები ესე წარმოუდგენლად მტკივნეული. ყველაზე მტკივნეული შეიძლება ითქვას ივანიშვილისთვის და მასთან დაკავშირებული კომპანიებისა და პირებისთვის. ასევე ჩვენ ვილაპარაკებთ, როგორი იქნება მსოფლიო ტრამპის არჩევის შემდეგ. ეს ეხება ისრაელს, ეს ეხება, ასე ვთქვათ, ახლოს სირიასაც, სადაც უმნიშვნელოვანესი ძვრები მოხდა, უკიდურესად მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და ეს რასაკვირველია, ეხება უკრაინას და ეს ყველაფერი შედეგად გვეხება ჩვენს. მოკლედ, ამ თემაზე დღეს ჩვენი სტუმრები არიან გიორგი ბადრიძე, ყოფილი ელჩი ბრიტანეთში, გიორგი ლოლაძე, რეალ პოლიტიკის ანალიტიკოსი, რომელიც იმდენი ხანი აღარ ყოფილა გიორგი, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ჩვენ მოვწყდით საერთაშორისო თემებს და ძირითადად ვაშუქებდით შიდა ამბებს და ლევან ყურაშვილი, ასევე ჩემი საყვარელი ანალიტიკოსი და მე ასევე საინტერესო თემა, რომელიც ალბათ თქვენ გაინტერესებს, ხვალიდან უკვე TikTok-ი აღარ იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ გადაწყვეტილებაზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი, რომ TikTok-ი წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემას და ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტრამპი, ესეც საინტერესოა და მოკლედ TikTok-ი და ამერიკა რას წარმოადგენს ეს პლატფორმა. ამაზე გიორგი გიორგაძე ტრამპის ეს არის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ხელმძღვანელის ლონდონიდან ჩაგვერთვება. იმედია დაუკავშირდებით მოკლედ. ვიწყებთ გადაცემას გიორგი ლევან, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ სანამ ტრამპზე გადავალთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ის ინიციატივა, რომელთაც გამოვიდა უკვე 18 დეპუტატი, ანუ იზრდება, ჯერ მცირე რაოდენობით დაიწყო და შემდეგ გაიზარდა. ეს არის თემთა პალატის 15 წევრი, მათ შორის მაკ დუგალმა, რომელიც არის ლეიბორისტული პარტიის გავლენიანი წევრი და ჩვენ გვახსოვს დუგალი მაშინ, როდესაც მან სულ პირველად დაიწყო პარლამენტში ამ თემაზე საუბარი და რუხაძეზე ელაპარაკა, ირაკლი რუხაძეზე, რომელიც არის ერთ-ერთი ბურჯი, თუმცა მე ვიტყოდი ცოტა შერყეული ბურჯი ბოლო პერიოდში მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ის არის იმედის მფლობელი და ის არის ლიბერტი ბანკის მფლობელი, ასევე ჰაიდელბერგ ცემენტში ივანიშვილის მეწირე და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეს სანქციები ჯერ რასაკვირველია დროც არ არის დასახელებული, ვინ შეიძლება მოხდეს რა, მაგრამ ძალიან მტკივნეულად ირეაგირა ქართულმა ოცნებამ მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა ამის შესახებ, რაც გაიგეს, რომ ინიციატივა დადგა, ინიცირება მოხდა ამ წინადადების და გაკეთეს ძალიან კომიკური განცხადება, რომ თურმე Deep State-ი არის ბრიტანეთში. ამის ფონზე მე გავიგე ერთი ამბავი, ერთი შეთქმულების თეორია, ხო უამრავი შეთქმულების თეორია არსებობს, რომ საერთოდ სამყაროს დედოფალი მართავს.
ესეთი შეთქმულების თეორიაც არსებობდა თურმე და შეიძლება ეს თეორიაც რელევანტურად იყოს, ასე ვთქვათ, დაკავშირებული, შეიძლება ეს თეორიაც გამოიყენოს ქართულმა ოცნებამ თუ ასე გაგრძელდა და მოკლედ გიორგი, რატო შეიძლება იყოს და რაც თავარია თქვას, რომ აი ბრიტანეთის მზე ჩაესვენებაო რა, ერთი დიდი დარტყმა ინდოეთის დაკარგვის შემდეგ მიიღო ბრიტანეთმა და ეხლა მეორე დიდი დარტყმას იღებს ქართული ოცნების ამ შეფასებით. მოკლედ, კარგი, სერიოზულად რო ვილაპარაკოთ, რა ხდება, რა პრობლემებია, რა პრობლემები შეექმნება? სერიოზულად ვისაუბროთ, რას წარმოადგენს საპარლამენტო ინიციატივა, მაგრამ ივანიშვილის და მისი, ასე ვთქვათ, კერძო პოლიტიკური კომპანიის ჩევეკას მსგავსი ორგანიზაციის ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება სერიოზულად ლაპარაკი გამიჭირდება ამას წინასწარ-გეუბნები ეკა. არა, შეგვიძლია ხუთობებით ჩემოვიტანოთ ეს ასე ვთქვათ პირიქით. პირველი რას წარმოადგენს, რა მოხდა და რამ გამოიწვია ეს ისტერიკა? მოხდა ბრიტანეთის პარლამენტისთვის ჩვეულებრივი, რუტინული საპარლამენტო ინიციატივა, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის ერთი წევრის ან პარლამენტის წევრთა ჯგუფის მოთხოვნას, რომ პარლამენტის განხილვის დღის წესრიგში დადგეს გარკვეული საკითხი. აი ამას ქვია early day motion, როდესაც ერთი ან რამდენიმე პარლამენტარი აფიქსირებს მოთხოვნას რაღაც საკითხზე განხილვისა. განხილვა რას წარმოადგენს, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ პარლამენტში მთავრობის წარმომადგენელი პასუხობს პარლამენტის წევრების კითხვებს და აფიქსირებს მთავრობის პოზიციას ამ საკითხზე, რადგან ბრიტანულ სისტემაში მოგეხსენებათ, პარლამენტი და მთავრობა ურთიერთგადაჯაჭვული ორი, ასე ვთქვათ, სხეულია. მთავრობა პირდაპირ არის ამოზრდილი პარლამენტიდან, მთავრობის ყველა წევრი არის პარლამენტის წევრიც და შესაბამისად მათ შორის ეს ურთიერთქმედება არის ძალიან მჭიდრო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვყავს 4 ინიციატორი და კიდევ 14 პარლამენტარი, რომელიც შეუერთდა ამ ინიციატივას და ამ ეტაპზე არ არსებობს არც თარიღი, არც მინიშნება იმისა, თუ რა პოზიციას დაიკავებს მთავრობა, თუმცა შენ უკვე თქვი, რომ ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, შეერთებული შტატები მსოფლიოს ორი ყველაზე უფრო ახლობელი პარტნიორი სახელმწიფო მათ თანამშრომლობას 40-იანი წლების დასაწყისიდან ქვია განსაკუთრებული ურთიერთობები, მოგეხსენებათ, ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ ყველაზე წმინდათა წმიდას, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციას და უმჭიდროესად თანამშრომლობდნენ უსაფრთხოების, თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, როგორც წესი, ასეთ სფეროებში ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ შესაბამისად ამ პანიკას, რაც მოყვა ქართული ოცნების მხრიდან, ბოლომდე უსაფუძვლოს ვერ ვუწოდებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერი პრაქტიკულად არ მომხდარა. ეს არის, აი, რეალობა არის ამ მომენტისთვის ამდაგვარი. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაგალითად იგივე მაგნიტსკის სია, რომელიც არის ალბათ ყველაზე საშიში სია მსოფლიოში, კეთროვანების სია. თავისი წარმოშობით ასევე პრინციპში ბრიტანულია, რადგან მისი ინიციატორი არის ბრიტანეთში მცხოვრები მოღვაწე ამერიკელი ბიზნესმენი უილიამ ბილ ბრაუდერი და ბრიტანეთმა ამ თვალსაზრისით საკმაოდ წვლილი შეიტანა ამ სიის შექმნაში და ეს სია კონკრეტულად მიუხედავად იმისა, რომ თავისი წარმოშობით უკავშირდება რუსეთს, სადაც რომელმაც ქვეყანას, რომელმაც ყველაზე მეტად გამოიჩინა ბოლო წლებში ოპონენტების მიმართ სამართლებრივი და სხვა ჯალათური, ასე ვთქვათ, მეთოდების გამოყენებაში, ის უკავშირდება ადვოკატ მაგნიტსკის სახელს, რომელიც იქნა მოკლული იმის გამო, რომ ის ასრულებდა თავის პროფესიულ საქმიანობას, მოვალეობას. დღეს კიდე ამას დაემატა მაგალითად რუსეთში დღეს ადვოკატები ჩასვეს ციხეში. ციხის, ასე ვთქვათ, საოცრება ნავალნის ვიცით და მიუსაჯეს ნავალნის ადვოკატებს და ნუ ეს თავის და ტრაგიკული ამბავი ამაში ის არის, რომ საქართველოში ნელ-ნელა ყალიბდება აი რუსეთის მსგავსი ვითარება, როდესაც რეჟიმი თავის მოწინააღმდეგეებს პრაქტიკულად ექცევა როგორც
მტრებს და იყენებს უკანონოდ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას. აი ეს არის დღევანდელი რეალობა და აქედან გამომდინარე მე არ მიკვის მწვავე რეაქციის, უბრალოდ ფორმა მისი იყო, ნუ წარმოუდგენელი და მე უკვე ვახსენე, რომ ამან გამახსენა უგანდის დიქტატორი იდი ამინი, რომელიც იდი ამინი ხშირად მახსენდება ხოლმე ბოლო პერიოდში. რომელსაც გამოცხადებული ჰქონდა კურსი ბრიტანეთის იმპერიის დამხობაზე და თავის ტიტულებს შორის ჩაიწერა სიტყვასიტყვით ბრიტანეთის იმპერიის დამამხობელი. და როგორც ჩანს ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ ასვენებს მისი დიდება, ისე თუ კითხავს თავის წერა-კითხვის მცოდნე მრჩევლებს, მაშინ მას მოახსენებენ თუ სად და როგორ დაასრულა ცხოვრება იდი ამინმა. ერთი პატარა ცუდი ამბავია მანდ, რომ ის საუდის არაბეთში ასე ვთქვათ გაიხიზნა და გათვალისწინებით იმისა თუ ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებულმა პარლამენტარებმა როგორ ასახელეს ბჭყალებში თავისი ბატონი გაერთიანებულ საამიროებში არ ამგონია მაინც და მაინც ეგ პერსპექტივა არსებობდეს ივანიშვილისთვის. ხო, მაშინ დაასრულა გადასახლებაში დაასრულა სიტუაცია. ძალიან საინტერესო ეს არის ერთხელ უნდა ვილაპარაკო ამაზე, იმიტომ რომ მისი ხელისუფლების დაბრუნება სცადა მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმით და თვითონ შეეწირა თავის ამ ბრიყულ ინიციატივას და შემდეგ მოუხდა ბრიტანეთსაც ილაპარაკა და შემდეგ მოუხდა გადასახლებაში ყოფნა. მოკლედ, იდი ამინზე მერე საინტერესო ფიგურაა და საერთოდ დიქტატორები როგორ ასრულებენ ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ კიდე ერთ საინტერესო უმნიშვნელოვანესი დეტალი, რის გამოც ასე არის ივანიშვილი და მისი შეშფოთებულები ის არის, რომ ბრიტანეთის კანონმდებლობა ვრცელდება მთლიანად ოფშორულ ტერიტორიებზე და მთელი ეს ბიზნესი, რომელიც აქვს ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ ფირმებს და პირებს, ძალიან დიდი ნაწილი არის რეგისტრირებული აქ. კანონმდებლობა არ ვრცელდება, მაგრამ ვრცელდება მაგალითად სანქციები. ყველაზე მეტად რაც გვაინტერესებს ის ვრცელდება. ანუ ეს ახლა კი ბატონო, ავტონომიური წარმონახნები არის უამრავ საკითხში, უამრავ სფეროში, მაგრამ სანქცია, რაც მას აინტერესებს, ვრცელდება. ესე იგი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულებზე არის კომპანიები ქართულ ბანკი, ფონდი ქართულ, გალერეა თბილისი, აქსის თაუერსი, ჰაიდელბერგ ცემენტი, რომელსაც ასევე როგორც გითხარით, ივანიშვილთან ერთად ფლობს რუხაძე, რომელიც ასევე არის ტევ პირველის ფლობელი და ლიბერტი ბანკის ფლობელი, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის, რომლის ფლობელობაშიცაა ივანიშვილის სასტუმროები, პარაგრაფი თბილისში, შეკვეთილში და აბასთუმანში, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც ვანო ჩხარტიშვილი ფლობს და რუსული კომპანია შეპესე აკვასპეისი, რომელიც ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს, ასე რომ აი ის ისტერიკა, რომელიც დაიმართა ქართულმა ოცნებამ ამ თემასთან დაკავშირებით, ამ საშიშროებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემი ღრმარწმენით აუცილებლად აუხდებათ მათ და კიდე კანადური სანქციებიც წამოვა და მოკლედ სანქციების კარგი ბუკეტი ამოქმედება მათ წინააღმდეგ, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ეხლა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა დონეს მიაღწია იზოლაციამ ქართული ოცნების, სანამ პოსტ-ტრამპულ მსოფლიოზე გადავალთ, პოსტ-ტრამპულ კი არა, ტრამპის არჩევის შემდგომ მსოფლიოზე გადავალთ. ესე იგი, დავოსში არის ორი უმნიშვნელოვანესი, ერთი ეკონომიკური ფორუმი და ერთი უსაფრთხოების ფორუმი, რომელიც ზამთარში იმართება, ეს არის დავოსი და ეს არის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. არ ყოფილა ჯერ არასდროს, ჯერ კიდე შევარდნაძის დროს ვიყავი უსაფრთხოების კონფერენციაზე, როცა მაშინ დიდი დელეგაციით დადიოდა საქართველო ამ კონფერენციაზე და გიორგისაც კარგად ეცოდინება, რომ არასდროს არ ყოფილა ისეთ შემთხვევა, რომ ჩვენ უსაფრთხოების კონფერენციაზე არ ყოფილიყავით, დავოსზეც არ ყოფილიყავით, მაგრამ ხო, არ ყოფილა, იმიტომ რომ შენი პოსტის არ იყოს, ხო? ეხლა იქ იკრიბება იმდენი, ასე ვთქვათ, ქვეყნის წარმომადგენელი, რომ მაინც დემოკრატიული სტანდარტები ხო და ბოლოს რაღაც როგორც ვიცით, ამ აბუ-დაბის ზარქვა სკანდალის შემდეგ, რომელიც ჯერ კიდევ ციხეში იმყოფება და ნახოთ სასამართლო რას გადაწყვეტს, საემიროებშიც გადადო როგორც ყოველ შემთხვევაში სულ მინიმუმ გადაიდო მისი ვიზიტი. მოდი ვილაპარაკოთ ამ უპრეცედენტო იზოლაციაზე. სანამ იზოლაციაზე ვისაუბრებთ, ბრიტანეთის სანქციებზე ორ სიტყვას ვიტყვი. ზოგადად ბრიტანეთი არის ბევრ რამეში ტონის მიმცემი და მათ შორის სანქციების კუთხითაც
იგივე მაგალითად ივანიშვილის კლანზე სანქციები ამერიკამდე დაიწყო დიდმა ბრიტანეთმა, წინა დღეს დაასანქცია მან გომელაური, შემდეგ იყო ამერიკის სანქცია. ეს არ არის მარტო საქართველოსთან მიმართებაში, ზოგადად მაგალითად უკრაინის დახმარებაშიც ბრიტანეთი იყო ტონის მიმცემი, სანამ ომი დაიწყებოდა მანამდე სწორედ NLO-ები ბრიტანეთმა მის გადასცა უკრაინას, როცა მაგალითად იგივე გერმანია ლაპარაკობდა ამ დროს ჩაფხუტების გადაცემაზე. მოკლედ, ეს ქვეყანა არის ტონის მიმცემი ბევრ რამეში და მათ შორის სანქციების კუთხითაც და ბატონო გიორგი სწორი თქვა, ჭიდრო თანამშრომლობაში ამერიკასთან და ისინი ერთობლივად მოქმედებენ ასეთ სიტუაციებში. ამიტომ თუ ეს ორი ქვეყანა შეთანხმდება და თუ გაგრძელდება ამერიკის სანქციები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება, აუცილებლად იქნება ბრიტანული სანქციები და მაგიტომაც ტკივა ბიძინა ივანიშვილს ყველას მეტად, რომ აი ამ რუსული სტილის ოლიგარქიას ძალიან უყვარს ბრიტანეთი და ზოგადად ლონდონი, იმიტომ რომ იქ აქვთ ქონებები, მაგალითად ჩვენ გვახსოვს იგივე რუსი ოლიგარქები, magalitat მიხაილ ფრიდმანი, რომელიც ლონდონში ცხოვრობდა, ლონდონში ჰქონდა ქონება და გვახსოვს მისი წუწუნი. კი, ზუსტად დამლაგებელს ვერ უხდი ფულსო, პირდაპირ ამას ამობდა, იმიტომ რომ ბრიტანული სანქციები სერიოზულად დაარყავს, მით უმეტეს თუ ეს შეეხო ივანიშვილის კომპანიებს და მაგალითად ამერიკის სანქციები მარტო პერსონალურად ივანიშვილს შეეხო ჯერჯერობით და თუ ის კომპანიებსაც შეეხო, ბევრად უფრო რთული სიტუაცია იქნება. უბრალოდ მე იმაზე იმას წუხდები, რომ ეს შეეხება საქართველოსაც სამწუხაროდ, იმიტომ რომ ის კომპანიები, რომლებიც აქ მუშაობენ რეალურად, ხო? და იქ არის უამრავი ადამიანი დასაქმებული, ჩვენ და სამწუხაროდ ივანიშვილის კომპანიებში, საქართველოს ეკონომიკას შეუქმნის პრობლემას, მაგრამ ეს არის ივანიშვილის არჩევანი, ეს არის ჩვენი არჩევანი. მისი არჩევანია, რომ ის არ ცვლის საკუთარ ქცევას. თუ ის საკუთარ ქცევას შეცვლის, ეს სანქციები არ იქნება, მაგრამ ის არ აპირებს ამას, ის არის სრულ იზოლაციაში და ახლა უკვე მართლა რაც შეეხება იზოლაციას, სწორად ამბობდი ეკა, რომ დაოსის ფორუმზე დიდად არ აღელვებთ ჩვენ როგორ დემოკრატი ხარ, ხო? იმიტომ რომ ეს არის ეკონომიკური ფორუმი, იქ პირიქით და ხშირად დადიან სწორედ ასე არაბი შეიხები, სხვადასხვა ტიპის ავტოკრატები, დიქტატორები, ისინი ცდილობენ რომ სოფლიოს თავი მოაწონონ რაღაც ინოვაციებით, როგორი ეკონომიკური გარემო აქვს საკუთარ ქვეყანაში, მოკლედ მათი საყვარელი შეკრების ადგილია, თუ არ ჩაესვლება დაუშვათ სხვა რაღაც დემოკრატიულ ფორუმებზე, ამ ფორუმებზე ისინი იკრიბებიან, მაგრამ არა მარტო დიქტატორები და ავტოკრატები, იქ ჩვეულებრივ დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები ჩადიან, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესი ადგილია, სადაც ხდება არა მარტო ეკონომიკის, ზოგადად მსოფლიო მოწყობის საკითხები, მაგრამ ძირითადად არის ეკონომიკური, რა თქმა უნდა, აქ ხდება კავშირების დამყარება სხვადასხვა სახელმწიფოსთან, ან სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესებთან, რომ მოიზიდო ქვეყანაში ინვესტიციები, ერთ-ერთი მთავარი ფორუმია, საიდან შეგვიძლია ქვეყანაში მოიზიდო ინვესტიციები და ინვესტიციები უცხოეთიდან მოზიდული უცხოური ფული არის მთავარი დასაქმების წყარო ნებისმიერ ქვეყანაში. და ასეთ ფორუმზე უნდა მოახერხო, რომ არ მიგიწვიო. იმიტომ რომ მან ფორუმზე დიმიტრი მედვედევიც კი დადიოდა ომამდე. საყვარელი ადგილი იყო მისი ერთ-ერთი, ხშირად ჩადიოდა. ხო, ეხლა რუსეთი და ბელარუსია არ არის. კი, არ არის, იმიტომ რომ ისინი არიან ძალიან კეთროვანები, უფრო კეთროვანი, მაგალითად, ვიდრე იყოს რომელიმე შეიხი, რომელსაც ჟურნალისტის წამებაში და სიკვდილში მოკვლაში დებენ ბრალს. კი ბატონო, საუდის არაბეთის კრონპრინცი, მაგალითად, რომელმაც დაჩეხა მისი შეკვეთ როგორც ამბობენ. ხო, პირადად არა, მაგრამ თურქეთში როგორც ამბობენ, ამ ასეთ ადამიანებზე ბევრად უფრო კეთროვანი უნდა იყო, რომ დავოსის ფორუმზე არ მოგიწვიონ და ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა, რომ ამ ხალხზე უფრო კეთროვანია და დაახლოებით პუტინის და ლუკაშენკოს დონის მიუღებლობა აქვს ნებისმიერ საზოგადოებაში. ამიტომაც, ოღონდ უბრალოდ ჩვენ ვიცოდეთ, ეს არ არის მარტო კიდევ ერთხელ ვამბობ პოლიტიკური იზოლაცია, ეს არის ეკონომიკური იზოლაციაც, იმიტომ რომ ამ ყველაფერს არც არავინ არ ჩადებს ფულს ისეთ ქვეყანაში, სადაც ასეთი კეთროვანები არიან, სადაც შენი ფული ფიზიკურად არ არის დაცული, იმიტომ რომ არავინ არ იცის, ხვალ რა მოუვა ივანიშვილს, ან მის მიერ ლაქიას თავში და შენ ფულს რა მოუვა და შენ ბიზნეს რა მოუვა, არავინ არ იცის. ამიტომ ასეთ ქვეყანაში ფულს ჩადებს მხოლოდ ივანიშვილისნაირი კრიმინალის, ხო არავინ, უბრალოდ ივანიშვილისნაირი კრიმინალის ბევრად უფრო მეტი ადგილი აქვს წასასვლელი მსოფლიოში, უფრო კომფორტული, ვიდრე საქართველო, სადაც შეუძლია ფულს ჩადოს. შეიძლება, როდესაც სახალხო მღელვარება შეიძლება მათთვის მედია მათთვის ძალიან ყველანაირად გაურკვეველი სიტუაცია. ხო, ოღონდ ეს როცა ივანიშვილის მოხერხებას ვლაპარაკობთ, ეს ივანიშვილის მოხერხება არის ბჭყალებში, რა თქმა უნდა. ეს არის ამ ადამიანების დამსახურება, ვინც ყოველდღე ქუჩაში არის. ჩვენ აქ
საქართველოს მოქალაქეები ხმას არ ვიღებდეთ, არაფერი არ იქნებოდა საერთოდ. უამრავი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ბევრად უფრო ცუდი სიტუაცია, ბევრ მართლა კაცი ჭამიები მართავენ ბევრ ქვეყანას, ხო? მაგრამ იმ ქვეყნების ბედი არ ახსოვს მსოფლიოში არავის, იმიტომ რომ მისი მოქალაქეები არ იღებენ ხმას. ამ ქვეყანაში სანამ არის პოლიტიკური პროცესი, სანამ პოლიტიკური პარტიები არსებობს, სანამ ადამიანები ქუჩაში არიან და აპროტესტებენ, საქართველოს ექნება ყურადღება. როგორც თუ მოხდა, მე ამჯერ ამის, მაგრამ ხო თეორიულად რომ დაუშვათ, რომ ეს ყველაფერი მორჩა, ყველა შეიძლება ცადოს მე ივანიშვილის რეჟიმთან დაალაგება. სანამ ეს არ ხდება, სანამ ხალხი აპროტესტებს, ივანიშვილის რეჟიმი ვერ დაალაგებს ვერავის და ყოველ შემთხვევაში ამის შანსი არის მიზერული. კი ბატონო, და ხო, ასევე ზუსტად აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ჩადებული, იმიტომ რომ არის ქვეყნები, სადაც თამაშის წესები ცნობილია, ავტორიტარული ქვეყნები და იქ ბიზნესმა იცის, რა თამაშის წესებით უნდა ითამაშოს, ხო? ხო, თქვათ მაგალითად აზერბაიჯანი ავიღოთ ძალიან შორს რო არ წავიდეთ, იცით რა თამაშის წესებია, ვისთან უნდა გაარკვიო, ვისთან უნდა დაალაგო, ასე შემდეგ და აქ ეს ჯერ ვერ ჩამოყალიბდა სწორედ ხალხის წინააღმდეგობის გამო, თორე თავისუფლად ჩამოყალიბდებოდა ეს სისტემაც და ამიტომ ჩვენ ვართ ისეთი დუღილის მდგომარეობაში, სადაც ჯერ არაფერი არ არის ჩამოყალიბებული. ეხლა ან აქეთ წავლავთ, ან იქეთ წავლავთ, იმიტომ რომ ეს დუღილი შეუძლებელია ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. კარგით, ეხლა გადავიდეთ უკვე საერთაშორისო კონტექსტის ასე ვთქვათ, საერთაშორისო კონტექსტის საუბარზე და ორშაბათს არის უკვე ტრამპის ინაუგურაცია, სხვა ესეთი დეტალი საინტერესო არ მნიშვნელოვანი, მაგრამ საინტერესო დეტალი, რომ ისეთი ცივი ამინდია მოსალოდნელი ვაშინგტონში, რომ გადაიტანეს კონგრესის შიგნით ეს ინაუგურაცია, გარეთ ვერ იქნება, სხვა რეიგანის შემთხვევაში ყოფილა ასე, იმედია რეიგანის წყალი გადმოსხმოდეს, საგარეო პოლიტიკის წყალი. ხო, მეორე ვადით, ხო, ის რაღაცა სიმბოლის თუ ვეძებთ, მოკლედ შეგვიძლია ამაშიც დავინახოთ. მაგრამ ესე იგი, ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპს აქვს რამდენიმე ხაზი, მაგრამ ეხლა ფარიდ ზაქარია წერდა CNN-ზე, რომ მისი პოზიციების ცვლილება არის ყოველთვის შესაძლებელი. იქიდან გამომდინარე, მისი ხასიათიდან გამომდინარე. მაგრამ აი ჯერ რა ვიცით, იქიდან გამომდინარე იქიდან თუ ვინ რა პოზიციებზე დანიშნა, ასევე ვილაპარაკოთ აქ ზურაბიშვილის ჩასვლაზე და რუბიოსთან და სახელმწიფო მდივანთან და ასე შემდეგ შეხვედრაზე და შემოვიტანოთ სხვადასხვა ქვეყნები, მაგალითად ისრაელი, ჩინეთი, ირანი, რომელმაც ეხლა გუშინ გააფორმა განსაკუთრებული ხელშეკრულება რუსეთთან ჩასული იყო ირანის პრეზიდენტი. კი, მოგესალმებით, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ სხვადასხვა მიმართულებებზე ერთმანეთისგან განსხვავდება ეს პოლიტიკა, მაგრამ დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად ტრამპის მიზანია, რომ ამერიკა იყოს ძლიერი და იყოს მთავარი მოთამაშე საერთაშორისო პოლიტიკაში და ამ ხაზს გაყვება ის. მეორე, რასაც ის წინასაარჩევნო დაპირებებისას ყველაზე ხშირად უნდა ის უნდა მას სურს, რომ იყოს მშვიდობის დამამყარებელი მთელ მსოფლიოში და სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც მან განსაკუთრებული ზეწოლა მოახდინა ეხა ერთის მხრივ ისრაელის ხელისუფლებაზე და მეორე მხრივ კატარელებზე და კატარმა შემდეგ ჰამასზე, რომ მოესწროთ მათ ამ შეთანხმების გაფორმება მის ინაუგურაციამდე, იმიტომ რომ ის ინაუგურაციაზე უკვე წარსდგება როგორც ადამიანები, რომელმაც ერთ კონკრეტულ კონფლიქტში მშვიდობის დროებით დამყარება მაინც შეძლო და შეიძლება კიდე ერთხელ ვთქვათ, რომ რაღაცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოხდა ისრაელსა და ჰამასს შორის. და გაცვლიან ტყვეებს და ასე შემდეგ და არის შანსი, რომ ეს შეიძლება პერმანენტული ცეცხლის შეწყვეტას გახდეს. რაც შეეხება უკრაინას, ის საუბრობს მშვიდობაზე, მაგრამ ძალის გზით. ის ბევრი ესეთი არასწორი აღქმა არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ტრამპი ეგრევე შეუწყვეტდა დახმარებას უკრაინას და ასე შემდეგ. ეს ესე არ არის. თუ ჩვენ მოვისმენთ რა განცხადებები გააკეთეს დამტკიცების მოსმენებზე სახელმწიფო მდივანობის კანდიდატმა, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ანუ ხაზინის მდივანმა, მათ ისაუბრეს სწორედ იმაზე, რომ მათ უნდა შექმნან მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობები. და იმისთვის, რომ მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნას, ერთის მხრივ ამერიკამ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას და მეორეს მხრივ სერიოზული ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე. და მათ შორის მაგალითად ხაზინის მდივანმა ისაუბრა, რომ ის მხარს დაუჭერს რუსული ნავთობის კიდევ უფრო მკაცრად სანქცირებას, რაც ვიცით, რომ რუსეთს ჭრილოვანი ფლოტები გააჩნია და ამის მიუხედავად ის ახერხებს მაინც სანქცირებული ნავთობის გაყიდვას მაგალითად და აი ამ
შემოსავლის წყაროს ჩაკეტვა და ზოგადად ენერგეტიკაზე მეტი სანქციები. ასევე ძალიან ბევრი რაღაც არის და ვინც სპეციალური წარმომადგენელი კელოგი ვინც არის გენერალი, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიო მოსაზრებები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ფიქრობს ნატოზე. აი ამას წინად იყო ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის იან სტოლტენბერგის ინტერვიუ, სადაც მან ისაუბრა, რომ მე ბევრ რაღაცაში ავეთანხმებოდა შეიძლება ტრამპს, მაგრამ პირველი ვადისას ტრამპი იყო ერთ რაღაცაში, ორ რაღაცაში იყო მართალიო. პირველი ის, რომ ჩვენ უნდა გაგვეზარდეთ თავდაცვის ხარჯები და არ გავზარდეთო და მეორე რუსულ გაზზე უნდა გვეთქვა უარი, რაშიც ტრამპს არ დაუჭირდეთ და იმაში ამ საკითხშიც ის მართალი იყო და ის ზღვარი რაც იყო 2%-იანი, რაც არსებობდა 2006 თუ 2007 წლის შემდეგ ნატოს მიერ, ну ეს იყო რეკომენდაცია, საერთოდ ეს კანონმდებლობით ვალდებული არავინ არ იყო შესრულებინა, მაგრამ ძალიან ბევრი ქვეყანა არ იცავდა. ეხლა ძალიან ბევრი ქვეყანა მიუახლოვდა ამ 2%-იან ზღვარს, მაგრამ ვოლცმა მისმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა და მერე უკვე პირადად ტრამპმაც ბევრჯერ გაიმეორა 2% უკვე არაფერს აღარ ნიშნავს. მინიმუმ 5%-ამდე მთლიანი შიდა პროდუქტის უნდა გაიზარდოს თავდაცვის ხარჯები იმისთვის, რომ ევროპა იყოსძლიერად დაცული და ნატო იყოს დაცული რუსული და სხვა ტიპის საფრთხეებიდან. და მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, განსაკუთრებით ცენტრალური ევროპელი ავტოკრატებისთვის, პრორუსებისთვის, რომლებიც იმის მიუხედავად, რომ სანქცირებულია რუსული ენერგომატარებლები და ასე შემდეგ, მაინც შიდა პოპულიზმისთვის ამბობენ, რომ ჩვენ მაინც უნდა გავაგზავნოთ რუსული გაზის შესყიდვა და ასე შემდეგ, ვოლცმასმა და ტრამპმას თქვა, რომ ყველამ შეეძინეთ ამერიკული თხევადი გაზი და შეწყვეტეთ ამ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება, ჩვენ გავაუქმებთ ყველა მწვანე რეგულაციებს და ამერიკა იმდენ გაზს და ნავთობს მოიპოვებს, რამდენიც საჭირო იქნება და არანაირი საჭიროება აღარ გექნებათ რუსული ენერგომატარებლების შეძენის. ეს ხაზები, ერთის მხრივ თავდაცვის ხარჯების და მეორეს მხრივ ევროპის ენერგოდამოუკიდებლობა, ეს იქნება ორი უმნიშვნელოვანესი დარტყმა რუსეთისთვის. რაც შეეხება ახლა უკრაინის დახმარებას. უკრაინისთვის პირობები რომ შეიქმნას, რომ მოლაპარაკებებზე მართლა რეალურად, ну, რა თქმა უნდა, ორივე მხარისთვის ხელსაყრელი ვერ იქნება მშვიდობა და ორივეს მოუწევს რაღაც კომპრომისებზე წავს, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთი არანაირ ნიშან-წყალს არ ავლენს იმის, რომ რაიმე დათმობისთვის მზად არის და ეს მოლაპარაკებები ვერ შედგება ისე, რომ ერთმა მხარემ ყველაფერი დათმობს და მეორემ არაფერი არ დათმობს, ამიტომ ჩემი აზრით ეს ომი კიდევ გაგრძელდება. ტრამპმა თქვენთ უნახეთ შეარბილა რიტორიკა აღარ ამბობს, რომ 24 საათში ან თუნდაც რამდენიმე თვეში დამყარდება მშვიდობა. ეს არის გრძელი პროცესი და ასე ვთქვათ, რუსეთი უნდა აიძულონ, რომ რაღაც ტიპის კომპრომისებზე წავიდეს, იმიტომ რომ ის ილუზიები, რაც გააჩნიათ რუსებს, რომ დნეპრის აღმოსავლეთით ყველა უკრაინულ რეგიონს წაიღებენ და უკრაინის ნეიტრალიტეტსაც მიიღებენ, ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია ეს მოხდეს, ამას პირველ რიგში უკრაინელები არ დაუშვებენ და ასევე რა თქმა უნდა არც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია იმის მიმართ განწყობილი, რომ უკრაინას აქვს ძალიან კაი სავაჭრო კარტი კურსკის სახით. ანუ ასეთი ამ პირობებში ომის გაყინვა პირველ რიგში რუსეთს არ აწყობს, იმიტომ რომ მაშინ მან უნდა დაკარგოს თავისი ტერიტორიები, ხო? კი, და რაც თავადია ასევე და ეს აღმოჩნდა, რომ ძალიან სტრატეგიულად იფიქრა პოლიტიკურად, როდესაც კურსკი ამოირჩია, ანუ რუსეთის ტერიტორია, კონკრეტული ტერიტორია ამოირჩია. და მეორე საკითხი, რაც რუსეთს გავლენას მოახდენს, არის მაქსიმალური ზეწოლის კამპანია ირანზე, რომელიც უკვე გაცხადებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე დაწესებული სანქციები ბევრად უფრო მკაცრად ახსულდება, იმიტომ რომ ირანის შემოსავლები ნავთობის გაყიდვით არის მკვეთრად გაზრდილი ბაიდენის პრეზიდენტობისას, იმიტომ რომ სანქციების ისე მკაცრად ახსულება ხდებოდა და კიდე ახალი სანქციებითაც ემუქრებიან. მეორე პრობლემა აქ არის ის, რომ ირანული ნავთობის მთავარი შემსყიდველი არის ჩინეთი, ანუ ეს ყველა ამერიკის მოწინააღმდეგე არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ეს ჯაჭვი რაღაცნაირად უნდა გაწყდეს და აი ამ შეთანხმების, ძევლების გასწვრის შეთანხმების ერთ-ერთი მიზეზი, რის დაითანხმა ნეთანიაჰუ ტრამპმა იყო ის, როგორც წერენ ისრაელის მედიაში, რომ ის დაპირდა, რომ ეხა ამას დათანხმდი მშვიდობა მომეცი ინაუგურაციამდე და მე მაქსიმალურად დაუჭერ სამხედრო ოპერაციებში მხარს ისრაელს ირანის წინააღმდეგ, თუ ამის საჭიროება გაჩნდება. რა ტიპის გარანტიასაც ნეთანიაჰუ წინა ადმინისტრაციისგან ვერ მიიღებდა. აი ამ ტრამპის ინაუგურაციის წინ, ესე იგი ეს ხელშეკრულება ჩავიდა დემონსტრაციულად, დიდი გაშუქება ჰქონდა ირანის პრეზიდენტის ჩასვლას, მის პუტინთან შეხვედრას
მიღებას, ამ ხელშეკრულებების, მათ შორის ბევრი მიმართულებით თანამშრომლობის ზრდას და ასე შემდეგ და რაღაცა იქ სავაჭრო დერეფანზე საუბარს, რომელიც რაღაცა ინდოეთამდე უნდა ჩავიდეს და ეს ამ შემთხვევაში რუსეთი თვითონ ისე იქცევა, რომ ირანთან რუსეთის მიმართ რა დამოკიდებულება უნდა ქონდეს ამ ყველაფრის გათვალისწინებით ტრამპის ადმინისტრაციას, რისიც ჩვენ ყველაზე ძალიან გვეშინია, ხო? და ამაზე არის აწყობილი რიტორიკა და პროპაგანდა ამ ქართული ოცნების, რომ ეხლა ეგენი რუსეთთან დაალაგებენ, ჩვენ მიყვიდიან რუსეთს და ასე შემდეგ. ეხლა ამას წინათ ერთთავარი პროპაგანდისტი რამეშვილი ამას იძახოდა. მოდი ესე ვთქვათ, შეიძლება არაპოპულარული რამე ვთქვა, ტრამპის კონკრეტული ქცევის წინასწარმეტყველება ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია. მაგალითად, მან რუსეთს და ჩინეთს ისეთი საჩუქარი გაუკეთა ცოტა ხნის წინ თავისი განცხადებებით, იგივე გრენლანდიაზე. მაგაზე ცალკე მინდა ველაპარაკო ცოტა შორის. პანამაზე ხომ უნდა გავყოთ აქედან პანამა და გრენლანდია ერთ მხარეს და კანადა მეორე მხარეს, რომელიც აშკარად უფრო ხუმრობა იყო და არასერიოზული, თუმცა ეგეთი ხუმრობები საერთაშორისო პოლიტიკაში არ მოსულა, იმიტომ რომ საერთაშორისო წესრიგს არ ყვევს. და ეს ეხება შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირეებს და ეს არის კიდევ ჩემი პრობლემა. შენ იცი რომ არასოდეს ტრამპის დიდი თაყვანისმცემელი არ ყოფილვარ. პრობლემა ჩემი აზრით არის იმაში, რომ ტრამპს მუდმივად უნდა აუხსნან იმ ალიანსების ღირებულება, რომელიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ და ცივი ომის განმავლობაში. და ღირებულება მოკავშირეებს. მაგალითად, დიახ, ის ძალიან სერიოზულად აყენებდა საკითხს, რომ ნატოს მოკავშირე ქვეყნები, წევრი ქვეყნები არასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს. რაც absolutურად სწორია. პრობლემა იმაშია, რომ მას მოტივაციასაც აქვს მნიშვნელობა. მას სულ ჰქონდა პრობლემა და სხვადასხვა ბოლტონი იქნებოდა სხვები სულ მუდმივად უხსნიდნენ, რომ ნატოს მოწინააღმდეგეობა აბსოლუტურად სიგიჟეა, მაგრამ ის რომ ევროპის ქვეყნებმა გაზარდონ თავდაცვითი ხარჯები და თავის დაცვა უფრო მეტად შეეძლოთ ამერიკის გარეშე. ეგ აბსოლუტურად სამართლიანია და უმნიშვნელოვანესი და უკვე აღარ არის საერთოდ რელევანტური 2%-ზე ლაპარაკი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მართალია. შარშენ ზუსტად ამ დროს გახდით რიგის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე და გერმანელი წარმომადგენელი გამოდიოდა და სრულიად სერიოზული სახით ხსნიდა თუ რატომ ვერ წდება, რატომ არ აქვს მის ფუფუნება გერმანიას და მსგავს ქვეყნებს, რომ შეასრულონ 2%-იანი ვალდებულება. თან აქ ლაპარაკი არის არა ვინმესთვის ფულის მიცემაზე, არამედ საკუთარ თავდაცვაზე დახარჯვაზე და მე მომიწია გამოსვლა ტვიტიც მაქვს გამოქვეყნებული, რომ აი აბსურდია, როდესაც გერმანიის მსგავსი მდიდარი ქვეყანა გვიხსნის, რომ მას არ შესწევს უნარი გადაიხადოს საკუთარ თავდაცვაში 2% თავიანთი საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის და მეორე, კიდევ უფრო დიდი აბსურდია, როდესაც გერმანიას და სხვა ქვეყნებს გონიათ, რომ ჯერ კიდევ მშვიდობიანობის პერიოდში იმყოფებიან. და დღეს ეს უკვე სრულიად სერიოზულად არის, მე მგონი, გააზრებული უამრავი ადამიანის მიერ და მე მიხარია, რომ მაგალითად მისი მომავალი უსაფრთხოების მრჩეველი ვოლცი, მისი უშუალოდ საბჭოს მდივანი ჩვენებურად, ამაზე ლაპარაკობს ძალიან კონკრეტულად და იმედს ვიქონიებ, რომ ტრამპის გარშემო საღი აზრის მქონე ადამიანები გაიმარჯვენ, თუმცა მის გარშემო საკმაოდ გარეკილებიც არიან. მოკლედ, ტრამპის მომავალი ურთიერთობა რუსეთთან ჩემი აზრით, მაინც გაიმართება დიდწილად იმაზე დამოკიდებულად, თუ რამდენად გაიმარჯვებენ მის გარემოცვაში საღი აზრის მქონე ადამიანები. და რამდენად დიდხანს დარჩებიან. დიდი ხნის განმავლობაში, მაგალითად, უამრავი ადამიანი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით იყო დაკავებული ტრამპის გარშემო, იყო გადაყოლილი ჩინეთის თემას და რეალურად იგნორირებდა პრაქტიკულად რუსეთიდან პრაქტიკულად მომდინარე საფრთხეებს. ანუ ერთის მხრივ ლაპარაკი იყო თეორიულ გამოწვევებზე ჩინეთის მხრიდან და იყო იგნორირებული რუსეთის მხრიდან ქმედებები.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს დაბალანსდება. პრობლემა იყო, მათ შორის სალივანის, რომელიც ხო, ნუ სალივანი თავისთავად რანაირი, ასე ვთქვათ, რამხელა პასუხისგებლობა აწევს მას ისტორიული უამრავ ჩავარდნაზე ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, იმედია მას ისტორია ძალიან მალე განსჯის ამისთვის. თავარი არის ასეთი, რომ მოლოდინი იმისა, ჩვენ ქვეყანას რომ დაუბრუნდეთ, რომ აი ახლა 20-ში დაალაგდება ამბები, მე ვხუმრობთ ხოლმე, მოდით 21-მდე ვაცალოთ, იმიტომ რომ 9 საათია დროის განსხვავება. ნუ ეს არის გამოიძინონ ინაუგურაციის ხო, აბსურდი არის. მეორე, თან უკვე აქამდე ნათქვამსაც გამოეხმაურები, რადგან ვახსენეთ გამარჯვებული დიქტატურების ქვეყნები, სადაც რეჟიმმა წარმატებით დაამარცხა საკუთარი საზოგადოება და თავისი ოპოზიცია. მეზობლებს თავი გავანებოთ, ავიღოთ იგივე ვენესუელა, ბელარუსი, უზარმაზარი განსხვავება არის, ფუნდამენტური განსხვავება არის, რატომ არ გამოვა მდგრადი დიქტატურა საქართველოში, რომლისთვისაც ბიძინა კარგი ხანია ემზადება და მან გაწირა ქვეყანა სრულ საერთაშორისო იზოლაციისთვის, მას არანაირი დისკომფორტი არ აქვს იმისგან, რომ ვერცად ვერ წავა, არ დადის ეს კაცი არსად 10 წელი ჭორვილაში იჯდა გამოუსვლელად და ეგ პრობლემას არ აქვს. პრობლემა ექნება მის გარემოცვას და იმ ხალხს, ვისი კეთილდღეობა და სიმდიდრე არის დამოკიდებული საქართველოს ჩართულობაზე საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში, ეს ერთი. რუხაძეს გამოვყოფდი აქ და არ ვიცი, ჩემმა პროდიუსერმა მითხრა, რომ წეღან ჩამონა თვალში რუხაძე რას ფლობს, ტივ პირველი, არ ვიცი, შეიძლება ვთქვი. რასაკურველია იმედს ფლობს და არანაირი კავშირი მას ტივ პირველთან არა აქვს, კოდში თუ წამოწს და არ ვიცი, შემთხვევით. მე იმედი გავი. მოკეთ აი ამ ხალხისთვის ეს ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება და ყველაზე დიდი პრობლემა იქნება თქვენ ქართული საზოგადოებისთვის, რომელსაც ივანიშვილი წირავს სიდუხჭირისთვის, არა მარტო უუფლებობისთვის, არამედ სიდუხჭირისთვის. ასე რომ და განსხვავება კიდე იმაშია, რომ რეჟიმებს, რომლებიც ამას აკეთებენ საკუთარი ხალხის მიმართ, აი მაგალითად ვენესუელაში უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვება იმდენად, რომ მეოთხედი მოსახლეობისა გაიქცა უკვე. ხო? განსხვავება ის არის, რომ ვენესუელის რეჟიმსაც და ბელარუსსაც აქვს უზარმაზარი მტკიცე ეკონომიკური ბაზა რეჟიმის. ერთ შემთხვევაში უკიდეგანო მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგი ნავთობის და მეორე ბელარუსის ესე საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიღებული უზარმაზარი მდგრადი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ბაზა. საქართველოს ეს არც ერთი არ აქვს. და საქართველოს აი ესე რომ აი მოდი შენ იყავი ჩემი მეგობარი რეჟიმი და შეგინახავ ასეთი რამე არ ემუქრება არანაირად. მე ამას წინათ გითხრა თქვენმა კოლეგამ, რა მოუვა აი რუსეთმა რომ მოინდომოს ვერ შეინახავს ამ პატარა საქართველოს ისე რომ რეჟიმის მდგრადობა უზრუნველყოს. რატო ამას მარჩიელობა? აგრე სომხეთი აიღეთ 90-იანი 2000-იანი წლების გაღატაკებული, რომელმაც გადასცა რუსეთს ყველაფერი სუვერენიტეტის ნაწილის ჩათვლით და მთელი ეკონომიკური აქტივები რისთვის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ და რა მიიღო? დაკარგა ის ყარაბაღი, ეს არ არის აგისთვის ხო მეტი არანაირი სენტიმენტები სომხეთში რუსეთის მიმართ არ არსებობდა, ეს იყო ფიზიკური უსაფრთხოების საკითხი. იმიტომ რომ ეხლა ბევრი ამბობს სხვათა შორის რომ ეს კიდე ცოტა სხვა თემაა, მაგრამ შეგვიძლია გავკვრითოთ შევეხოთ, რომ საქართველოს ეკონომიკა, რომელიც თავისი სტილით, სავაჭრო ურთიერთობებით და ყველაფრით მიბმული იყო დასავლურ ინვესტიციებს და დასავლურ ბაზარს, რასაკვირველია რუსული ბაზარს აქვს დიდი წილი, მაგრამ არც ისე დიდი წილი, როგორც ეს წარმოგვიდგენია, არ არის რუსეთის ქართულ ეკონომიკაში და მით უმეტეს ჩინეთის ინვესტიციებზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. აბსოლუტურად მინიმალურია, ხო, ყველაფერი მინიმალურია. ექსპორტიც ძალიან ცოტა, იმპორტი და აი რატო არა, თუ რაღაცა ესენი არ გაგვიწევენ დახმარებას, ეხლა ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ უბრალოდ ჩახსნა დახმარებები, დაბლოკა ყველანაირი დახმარება, ყველანაირი გრანტი თუ ძალიან დაბალ პროცენტიანი კრედიტი, რომ ამ ჩვენ ყველაფერს ამას რუსეთისგან მივიღებთ. ეს თემაა საინტერესო, რომელიც მე უნდა გავშალოთ და რუსეთი სხვათა შორის ძალიან სერიოზულ ეკონომიკური სპირალში შევიდა, ჩემი აზრი არ არის, ეკონომისტის და Financial Times-ი ამას ამბობს, რომ თითქმის შეუქცევად ეკონომიკურ კრიზისში შევიდა.
ორ საკითხს მინდა გამოეხმარო, რომ არ ჩაგეჭერით თავს რა შეგაწყვეტინეთ. დავოსი ახსენეთ თქვენ, პრინციპში დავოსში ჩვენი მონაწილეობის აზრი არასდროსაც სერიოზულად არ არსებობდა. პირველად, როდესაც ივანიშვილი წავიდა დავოსში თვითონ პრემიერ-მინისტრის რანგში, იმის ნაცვლად რომ ესარგებლა ამ ფორუმით და ესარგებლა მანამდე არსებული საქართველოს მიმართ განწყობებით, მან განაცხადა, არ ვიცი თუ გახსოვთ, 2013 წელი დაიჭა ამის სწორი, რომ აი ეს რეიტინგებიო სააკაშვილს ნაკიდი აქვს და სინამდვილეში მართალი არ არის. ხალხი იმისთვის დადის დავოსზე, რომ სხვები დაარწმუნოს, რომ მის ქვეყანაში ინვესტირება კარგია. პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო საერთოდ ივანიშვილის ქვეყნის გარეთ პრემიერის. ასე ამითი მე მგონი ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს, რომ ივანიშვილის ასე ვთქვათ რეჟიმის წარმომადგენლები იქ არ მიდიან. მეორე მე მგონი საერთოდაც გადარჩენილები ვართ, რომ მუნხენში წელს მის წარმომადგენლები არ იქნებიან, იმიტომ რომ შემიძლია მარტო წარმოვიდგინო რა ბოდვებს მოისმენთ. იქ ჩავიდოდნენ და გლობალურ ევროპის პარტიასა Deep State-ზე. აი, იქ რო იქენა რომ რაღაცები მოქონდათ ამათ მაგის არავის აუჯერა რა თქმა უნდა, უბრალოდ მათთვის არის დისკომფორტი, იმიტომ რომ სტატუსური ამბავი იყო, ჩადიოდნენ, ვიღაცებს ხდებოდნენ, ხელსაყრელდნენ, თავი დიდი კაცები ეგონათ, ამ სტატუსს არ გავაკეთებთ. განაქვეყნისთვის რამე მოქონდათ ახლა დავოს და 2013 წელს ივანიშვილი იქაც რუს ოლიგარქებს შეხვდა. ხო, მოკლედ, აი ეხლა კიდე და ასე თქვათ Greenland, როგორ გრენლანდიაზე. აი, გატანა რო უნდა. ხო, გრენლანდიაზე. მინდა ის არა ქვია, ვილაპარაკოთ, ძალიან საინტერესო ამბავია. ხო, აი როგორი განსაკუთრებით უკრაინის კუთხით, რადგან მაგის სპეციალისტი ხარ. ხო, როცა ამხელა ომი არის ამ ომის ასე ერთ დღეში დამთავრება ან ერთ თვეში დამთავრება არის შეუძლებელი. იმიტომ რომ ამ ომს აქვს თავისი განვითარების ისტორია, თავისი განვითარების სცენარი. ხო, ეს არ ხდება ასე, რომ ვიღაცა მოინდომა და ომი დამთავრდეს. ხვალ რომ მოინდომოს ზელენსკიმას და პუტინმაც, მაინც ვერ დამთავრდება ეს ომი ასე უცებ ერთ დღეში. იმიტომ რომ ჯერთი რომ პუტინი თვითონ არ არის დაინტერესებული ამ ომის დამთავრებით. არა იმიტომ რომ რაღაცა იმედი აქვს რომ კიევამდე ჩავა. არა, მას სხვა პრობლემები აქვს. ახლა თქვენ ახსენეთ ეკონომიკური პრობლემები, ხო, რომელიც მართლა ძალიან დიდი აქვს და ივანიშვილს როგორია, რომ ან იმეს თუ გონია საქართველოში რომ ახლა დიქტატორების ხედან სადღაც სხვაგან და ელოდებიან, როდის ვიღაცა მივა დახმარების სათხოვნელად და ისინი ფულს გამოყოფენ, შეხედონ ეგერ აფხაზეთს და ნახავენ როგორ ეხმარებიან. ბაშარასაც კითხონ როგორ დაეხმარებიან. გინდა ეკონომიკურად, გინდა პოლიტიკურად, გინდა სამხედრო ძალით. ეს სომხეთი ესე იგი, იმის დასანქცირებული და წარმოუდგენელი სანქციების ქვეშ მყოფი ირანის იმედი აქვს, რომლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჩემ მეგობარს უთხრა, რომ ჩვენ ვერ გაუძელითო ასეთი ქვეყანაო სანქციებს და თქვენ ისი იმედი გაქვთ საერთოდ. და რუსეთის, რომლის ეკონომიკა მართლა ანუ ისეთ სპირალში შევიდა, იქ უზარმაზარი ინფლაცია, ძალიან მაღალი ინფლაცია და ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთით და ეხლა ტალონების და იმიტომ რომ ასეთ დროს ომის თან 50% ეკონომიკის მიდის ომში. და აქ როგორ არის ნახეთ, იქ თავდაცვის ხარჯები კი აქვს რეალურად თავშეც. და ტალონების შემოღება მოუწევთ, მაგრამ როგორც ომის დროს ჰქონდათ, თქვა მაგალითად ბრიტანეთს. იქ კი აქვს თავშეც წმინდა სამხედრო ხარჯები 30%, მაგრამ ამ 30%-ს დაახლოებით ერთი იმდენი უნდა დაუმატოთ ჩვენ, რა ხარჯებიც არის, არ არის ოფიციალურად ტანკის ყიდვის ფული არ წერია შიგნით, მაგრამ რეალურად ომის მიზნებს ემსახურება. ის რომ ადამიანს, რომელიც რაღაცა ხელოსანია და ელექტროშემდუღებელია და შენ ამოიღებ ეკონომიკიდან, მიცემ ავტომატს ხელში და გაუშვებ ფრონტზე და ის დაიღუპება, ის რეალურად ადამიანი, რომელიც ყინა დოვლათს, შენ ამოიღე ეკონომიკიდან წაუშვი და გაუშვი იქეთ ფული გადაუხადე და მე ის ომში მოკვდა და კიდე ფული გადასახდელი 5 მილიონი როგორც კომპენსაცია ოჯახის რეალურად შენ ეკონომიკიდან ამოიღე ადამიანი რომელიც დოლარს მინდა და პლუს ეს რუბლები ადექი და გადაიხადე იმის სიკვდილში. ეგ არის სიგიჟე, ეს არის მთლიანად აწყობილი ახლა ომის ეკონომიკაზე, ხო? ომის ეკონომიკის საბურველში თავიდან იყო განცდა, რომ აი ყველაფერი წესრიგშია, რომ იზრდება ეკონომიკა და როგორ იზრდებოდა ეკონომიკა იზრდებოდა იმით, რომ ვიღაცებს რომელიც ჩვეულებრივი ბომჟები იყვნენ, რუსულ სიტყვას ვიხმარ და არაფერს აკეთებდნენ ცხოვრებაში, უცებ გაუჩნდათ არანორმალური შემოსავალი. გაუჩნდათ მაგალითად ჭრილობაზე 3 მილიონი რუბლი, რომელიც ცხოვრებაში არ უნახავთ. ეგ რამდენი იქნება დოლარი? 3 მილიონი რუბლი არის 30000 დოლარი. 30000 დოლარი უცებ არ საიდან ადამიანს რომელსაც თვეში ჰქონდა 10000 რუბლი შემოსავალი წარმოიდგინეთ, ან ისიც არ ჰქონდა, უცებ გაუჩნდა 3 მილიონი რუბლი. ის რუბლი ადგა და
და დახარჯა ან ბინა იყიდა, ან რესტორანში წავიდა. ეს უცებ იმ კონკრეტულ მომენტში იწვევს ეკონომიკურ ბუმს, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი. ეს არ არის რაღაცა ეკონომიკური ფაქტორებიდან გამოწვეული, რომელიც აუცილებლად სადღაც გასკდებოდა და ეს პერიოდი უდგას ახლა რუსეთს. ივანიშვილის შენახვის თავი კი არა. რუსეთს არ აქვს საკუთარი ეკონომიკის შენახვის თავი. რაც შეეხება ომის დამთავრება არ დამთავრებას, 600,000-ზე მეტი ადამიანი ყავს ამ წუთას რუსეთს უკრაინაში. უკრაინის ტერიტორიაზე, მაგალითად კურსკის ოლქში, ბელგოროდის ოლქში. ავტომატი არის კაცი, რომელიც არაფერს არ აკეთებს, გარდა იმისა, რომ საანს ანგარში ზის, ან მიდის სუიციდალურ შეტევებზე უკრაინულ სტეპებში და აწყდება სანგრებს, ხო? ამ ხალხის დემობილიზაცია არის ურთულესი ამბავი. ამ ხალხს უნდა გამოართვან ეს იარაღი უკან. ახლა რო უხდიან 300,000 რუბლს ან 250,000 რუბლს, ისე უნდა დააბრუნონ 10,000 რუბლიან ხელფასზე, ამ ხალხმა არაფერი გარდა კაცის მკვლელობის არ იცის. ამ ხალხის უკან რუსეთში დაბრუნება ნიშნავს, რომ რუსეთში იქნება უდიდესი პრობლემა კრიმინალის. არა მარტო კრიმინალის, იქნება ეკონომიკური პრობლემა. ანუ ამ წუთას ომის დამთავრება ისედაც მძიმე ეკონომიკურ ფონს უფრო დაამძიმებს რუსეთში და რაც შეეხება კრიმინალურ ფონს ყვეტრად გაზრდის. ამიტომ თვითონ პუტინსაც არ აწყობს, ასე გვერდიდან რომ შევხედოთ ამ ომის დამთავრება. მას ურჩევნია ეს ხალხი, რომელიც ისედაც არაფრის მაქნისი არ იყო ძირითადად და ყავდეს დაკავებული ფრონტზე, იმის იმედად რომ რაღაცა იქნება მომავალში, ვიდრე ეს ყველაფერი პროცედურა გაიაროს ამ ხალხის დემობილიზაციის, ხალხის ყველა შეჩვეული ადამიანების უკან სამოქალაქო სექტორში დაბრუნების და პლუს 10-ჯერ ნაკლები ხელფასით ისე უკან, ხო? ამიტომ ეს ამ ომის დამთავრება არ აწყობს პუტინს, რა თქმა უნდა არ აწყობს უკრაინას, იმიტომ რომ უკრაინას საკუთარი ტერიტორიები აქვს დასაბრუნებელი, თან უკრაინა არ არის ის ქვეყანა, ვისაც შეიძლება ვიღაცას გონია, პუტინს დამდილად გონია, რომ ვიღაცები მართავენ ზელენსკის და თავში ხელს წამოარტყამენ და ზელენსკი რასაც უნდა იმას გააკეთებს. ეს ასე არ არის. უკრაინას ამ წუთას ყავს ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმია ევროპაში. არავინ თქვას, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ევროპულ ქვეყნებს ტექნოლოგიურად გაცილებით უკეთ აღჭურვილი შეიარაღებული ძალები ყავთ, უკრაინის არმია არის ყველაზე ბრძოლისუნარიანი. 3 წელია ეს ხალხი ომობს, ყავს დაახლოებით 800,000 ჯარისკაცი, რომელსაც გამოვლილი აქვს თანამედროვე ისეთი სტილის ომი, რომელიც სტილის ომშიც არ მიუღია მონაწილეობა არც ერთ ქვეყანას, მათ შორის ამერიკასაც კი. და ასეთი სტილის მოწინააღმდეგესთან ის რომ სადღაც არაბეთის უდაბნოში დაძდევენ ადამიანებს, ჩალმიან ადამიანებს, ეს არ არის თანამედროვე ომი. რუსეთთან ომი გაცილებით სხვა არის და შენ რომ აღმატებული ხარ როგორც ტექნოლოგიურად, ისე რაოდენობრივად ყველანაირად მოწინააღმდეგეზე, ეს არის საერთოდ სხვა ომი. ამიტომ უკრაინის არმია რეალურად ახლა იცავს ევროპას. პირველ რიგში თუ იმეს არ აწყობს ამ ომის ასე დამთავრება ისე რომ პუტინს შერჩეს ეს ყველაფერი არის სწორედ ევროკავშირი და ევროპა, იმიტომ რომ საფრთხე არის ის ხალხი პუტინმა მე რაღაცა ამ ხალხს უნდა უყოს, სადღაც უნდა გაუშვას. სახლში გაშვებას ურჩევნია ისევ სადღაც კონფლიქტი გააჩაღოს და ისევ იქ დაასაქმოს ბჭყალებში ეს ადამიანები. ამიტომ ეს ომი შეიძლება დამთავრდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მიიღებს მყარ გარანტიას, რომ მის სუვერენიტეტს საფრთხე აღარ დაემუქრება და ეს მყარი გარანტია შეიძლება მიიღოს ამ პუტინის დამარცხებით, ან უშუალოდ ნატოს წევრი ქვეყნების გარანტიით, უშუალო ჩართულობით, გამყოფ ხაზზე მათ ჯარისკაცების დაყენებით, რომელსაც ჯერ ნატოს წევრი ქვეყნები მზად არ არიან. და სანამ მზად არ იქნებიან ისინი და მე ეჭვი მაქვს, როდესმე მზად იყვნენ ამისთვის, მანამ უკრაინა იომებს, ერთადერთი ამ ადამიანებს რაც ევალებათ, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის ჩათვლით, არის უკრაინის დახმარება, მანამ სანამ პუტინი არ გახდება იძულებული, ან ადამიანი, რომელიც პუტინის შემდეგ მოვა, ეს ომი შეწყვიტოს ფაქტობრივი კაპიტულაციით, ანუ არ გულისხმობ იმას, რომ რაღაცა უკრაინა შეიჭრება და მოსკოვს აიღებს, მაგრამ ის რომ მათ ომის შეწყვეტა მოუწევთ და დათმობებზე წასვლა, ეგ იქნება პრაქტიკულად კაპიტულაცია, ხო და გასვლა. კურსკის ამბავიც იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია ამ ომის ასე დამთავრება, რამდენიც არ უნდა მოინდომოს, ვინც არ უნდა მოინდომოს, უკრაინა ამ ომს არ დაამთავრებს ამ პირობებით, იმიტომ რომ უკრაინას აქვს რესურსი, რომ მინიმუმ 30% რაც ჭირდება საკუთარ შეიარაღებს თვითონ აწარმოოს, უამრავი ქვეყანა არის ევროპაში. ეხლა თავისი დრონებით მიიტანეს, ხო დღეს დრონები მთლიანად არის, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სახეობის სადაზვერვო დრონს, დანარჩენი ყველა დრონი არის უკრაინის მიერ წარმოებული, ან საკუთარ ქვეყანაში წარმოებული, ან ნაყიდი კომპონენტებით იგივე ჩინეთში და შემდეგ უკვე უკრაინაში აწყობილი. უკრაინის არმია, უკრაინის შეიარაღებული ძალები, უბრალოდ უკრაინის სახელმწიფო აწარმოებს ამ წუთას იმდენ იარაღს, რომ ევროპაში მაგდენი იარაღს ცალკე აღებული არც ერთ ქვეყანა არ აწარმოებს. იმიტომ რომ ეკონომიკა მთლიანად გადართულია ომზე, მათ შორის უკრაინაში. უბრალოდ მათ ჭირდება ფინანსური მხარდაჭერა.
გადაჭერა, რა თქმა უნდა, ფული თუ არ ექნება უკრაინას, ომში ჩართულ ქვეყანას იმ ერახსაც ვერ აწარმოებს. კი ბატონო, და ამ თემაზე ხო არ გინდა რამის დამატება და გრენლანდიაზე მინდა, ანუ აუხსნათ მაყურებელს რა ხდება გრენლანდიასთან დაკავშირებით. უკრაინაზე იმას, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მე მაინც პოზიტიურად უყურებ იმ თვალსაზრისით, თუ რასაც ვხედავთ რუბიოს განცხადებებიდან და სხვა რესპუბლიკელი მაღალჩინოსნების განცხადებებიდან, მე არ მრჩება ის განცდა უკრაინის მიტოვებას აპირებენ. უკრაინაზე ზეწოლა მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეწყოს ამერიკის მხრიდან, როდესაც უკვე რაღაც ჩარჩო შეიქმნება მოლაპარაკებების და ამ მოლაპარაკებებში მერე შეიძლება მოხდეს მათი იძულება ან დაშანტაჟება, რომ ჩვენ დახმარებას გაგიჩერებთ თუ ამას არ დათანხმდებით, მაგრამ ჯერ ამისგან ძალიან შორს ვართ, ჯერ არის ლაპარაკებებისთვის რაღაც პირობების შექმნის პროცესი. და ეს პირობები იქმნება ფრონტის ხაზზე და ამერიკას სურს, რომ უკრაინა კარგი პირობებით დაიწყოს ამ ლაპარაკებებს. ხო და სხვათა შორის ერთს დავამატებდი ეს ლექს ფრიდმანის ვახსენე პოდკასტი, სადაც სადაახლოებით 2 საათნახევრიანი თუ 3 საათიანი ინტერვიუ არის ზელენსკისთან. აი ზელენსკიმ ისე გამოიყენა ეს ინტერვიუ, ანუ თავის კიდე ერთხელ წარმოსაჩენად, თავისი სიმართლის წარმოსაჩენად, აი რაღაცა გაუგებარ მშვიდობაზე, რომელსაც ასევე ლექსმენს ლაპარაკობდა რაღაცა მშვიდობის დამყარებაზე, რომ არ არსებობს იმ გაგებით მშვიდობის დამყარება, რომელსაც ზოგიერთი გეოპოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანი ამტკიცებს დღეს და ძალიან კარგი იყო ეს რაღაცნაირად გადახალისება მისი იმიჯის ძალიან დიდი აუდიტორიის აუდიტორიათან ეს ადამიანები არიან, ვინც ყველაზე ულტრამემარჯვენე ტრამპისტები, სკეპტიკულად უყურებენ უკრაინის დახმარებას. და ამიტომ მაქსიმალურად კარგად გამოიყენა. კი, ძალიან კარგად გამოიყენა და ჩვენ სანამ TikTok-ის გადავალ, ძალიან საინტერესო თემაა, მეც უფრო მეტის გაგება მინდა გიორგი გიორგაძისგან, რომელიც ლონდონიდან ჩაგვერთვება და ის არის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ხელმძღვანელი. აი ეს ყველას აინტერესებს ეს გრენლანდიის ამბავი. ანუ ერთი აბსოლუტურად მართალია გიორგი, როდესაც ტრამპი იძახის, რომ აი ესეთ განცხადებებს აკეთებს გრენლანდიასთან და პანამის არხთან დაკავშირებით, ეს არღვევს საერთაშორისო წესრიგს და თამაშის წესებს, რომლის მთავარი გარანტორი იყო ამერიკის შეერთებული შტატები და მით უმეტეს ახლა თუ შენ ამერიკა ხარ და გრენლანდიაში შეიჭრები, მაშინ რუსეთს რატო არ აქვს უფლება უკრაინაში შეიჭრას, ხო? თუ ამას თუ გადავედით რაღაცა მე-19 საუკუნის გეოპოლიტიკური და მე-20 საუკუნის დასაწყისის გეოპოლიტიკურ, ასე ვთქვათ, რეალ პოლიტიკაზე, ხო? მაგრამ საინტერესოა რა უნდა ამ კაცს გრენლანდიაში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რესურსული თვალსაზრისით, ხო? ბუნებრივი რესურსის თვალსაზრისით, ხო, გიორგი? ხო, მე დავეყნობი ამერიკელ და რომელიც წარმოადგენს ახლა ავტონომიას დანიის სამეფოსი. მე დავეყნობი ჩემ კოლეგებს, ამერიკელ კოლეგებს, რომლებიც არიან რესპუბლიკური ფრთის წარმომადგენლები, მაგრამ კლასიკური ნამდვილი რესპუბლიკური პარტია სანამ არსებობდა იმ პერიოდისას და არიან ექსპერტები უზარმაზარი სამთავრობო გამოცდილებით, რომლებიც ამბობენ, რომ არანაირი საჭიროება იმისათვის, რომ დანიასთან გაიფუჭო ურთიერთობები გრენლანდიაში რაღაცა ინტერესების განსახორციელებლად არ არსებობს. გარდა იმისა, რაც შენ უკვე თქვი, რომ არის ძალიან ცუდი პრეცედენტი და ერთგვარი გამართლების მიცემა რუსეთისთვის და ჩინეთისთვის, რომ თავი პრობლემა არის სწორედ იმაში, რომ ეს ავტორიტარული სახელმწიფოები ცდილობენ ჩამოაქციონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა, რომელიც ამერიკის ინიციატივით შეიქმნა მე-20 საუკუნის განმავლობაში, ვილსონის იდეებს დაეფუძნა, რომ არსებობს ეროვნული თვითგამორკვევის უფლება ხალხების, რომ არსებობს საზღვრების ურღვეობის პრინციპი, რომ არსებობს კონფლიქტების მშვიდობიან მოლაპარაკებით გადაწყვეტის, სხვა პრინციპი, პრიორიტეტი ძალის გამოყენებაზე და ასე შემდეგ. და სამართლიანობის და დემოკრატიის და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება და ესეთი მიდგომა, რომ მე მჭირდება მაქვს ინტერესი და ეგრე რუსეთის ინტერესებით თითქოს ჯერ ერთი პუტინის ქმედება რუსეთის ინტერესებსაც ეწინააღმდეგება, მაგრამ რეჟიმის ინტერესი რო უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე საერთაშორისო ურთიერთობები. მეორე, არ არსებობს არანაირი საჭიროება, როგორც თქვი, დანიასთან უახლოეს და უერთგულეს მოკავშირესთან ურთიერთობის გაფუჭებაში
ისეთი საჭიროება, რასაც შეერთებული შტატები დანიასთან თანამშრომლობით ვერ განახორციელებს გრენლანდიაზე, რომელზედაც მას აქვს სამხედრო ბაზა, აქვს წვდომა საჰაერო ბაზაზე და შეუძლია ამის გაფართოება თუ საჭიროებას ხედავს ყოველგვარი ანექსიის გარეშე. მეორე, ლაპარაკი იმაზე, რომ ჩინეთმა ამის მიიტაცა გრენლანდია, არის აბსოლუტური ტყუილი, უბრალოდ ფაქტები არ შეესაბამება ამას. არსებობს ორი ჩინური კომპანია, რომელსაც რაღაც ინტერესი გამოუჩენია გრენლანდიის მიმართ და ერთ-ერთს ჰქონდა აღებული უფლება წიაღისეულის მოპოვების და ნოლი არ მოიპოვებს არაფერს, იმიტომ რომ ვერ მოიპოვებს. და მეორე ავსტრალიულ კონსორციუმში 12% ჰქონდა, ეს ავსტრალიური კონსორციუმი არაფერს არ მოიპოვებს. და რატომ? იმიტომ რომ უმეტესობა გრენლანდიის წიაღისეულის არის დაფარული იმ სისქის ყინულით, რომ კომერციულად არ წარმოადგენს სტრატეგიულად ამის მიხედვით. კი, სტრატეგიულად გრენლანდიას წიაღისეულის გარეშეც აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან არქტიკის ათვისება არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება რუსეთისთვისაც და ჩინეთისთვისაც, მაგრამ არანაირი აუცილებლობა იმისა, რომ გინდა თუ რა წავართვათ ეს დანიას, არ არსებობს დანიასთან თანამშრომლობით ჩვენებად შეუძლია უსაფრთხოების საკითხების. Deutsche Welle-ს ფილმი ძალიან საინტერესო იყო, თვითონ არის ლაპარაკი დამოუკიდებლობაზე, ამ დროს ტრამპის ეს განცხადება დანიისგან მთლიანად დამოუკიდებლობაზე, რომელიც ხოთს ასუბსიდირებს რაც რამდენიმე მილიარდით გრენლანდიას. და ეს ერთ-ერთი დამოუკიდებლობის ინიციატორი პოლიტიკოსი გახარებით შეხვდა ტრამპის ინიციატივებს და მასთან ლაპარაკიც უნდა და ბევრი დამოუკიდებლობას მოკლედ ძალიან ხო საინტერესო ამბავია მოკლედ მე უნდა უბრალოდ მე ერთ ვიტყვი რომ მე თითქმის კი არ გამოვრიცხავ რომ რაღაც ძალისმიერი მეთოდით ამერიკის შეერთებულ შტატები იქ შეიჭრას ეგ ნიშნავს რომ საერთოდ სამყარო საერთოდ სხვაგან არის და საერთოდ სხვაგან მიცხოვრია და სხვა წარმოდგენები გქონია მე ამჯერა იმისი რომ ამერიკის შეერთებულ შტატები დაუშვებს ახლა ის სისტემა ამერიკის შეერთებული შტატების სისტემა დაუშვებს რომ სადღაც შეიჭრას იმიტომ რომ რაღაც ვიღაცას იქ უნდა რაღაცა კონკრეტული რესურსი თუმცა იქ შეიძლება იყოს მოლაპარაკებები მე არ მგონია რომ ეს გაცდეს რაღაც მოლაპარაკების ეტაპს თუ იქნება რა თქმა უნდა იქ გრენლანდიის თვითგამორკვევის სურვილი და დამოუკიდებლად გასვლის სურვილი ეს სხვა ამბავია მაგრამ ის რომ ახლა დანიის საწინააღმდეგოდ ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს წევრ ქვეყანას დაესხას თავს მე ამას გამოვიწყდა დიდი მადლობა გიორგი ბადრიძე, გიორგი ლოლაძე, ლევან ყურაშვილი იყვნენ ჩვენთან ერთად. მე გიორგისთან ასევე ისრაელის თემებსაც უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობთ. საინტერესო პროცესები მიდის ახლა ეს ცეცხლი შეწყვეტა, როგორ იმუშავებს, ძალიან საინტერესოა და დაგემშვიდობებით ამ ეტაპზე ამით და ჩვენ TikTok-ზე დავიწყებთ საუბარს გიორგი გიორგაძესთან, რომელიც ლონდონიდან ჩაგვერთვება. გიორგი, მოგესალმები, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. მოკლედ ძალიან დიდი ხანია საუბარია TikTok-ზე, როგორც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეზე. რაც უცორძე ედება გამოვიდა. და ამიტომ დიდი ხანია საუბრობენ TikTok-ის აკრძალვაზე, ამას ჰქონდა მოყვა თვითონ ამერიკის მოქალაქეების რეაქცია, იმიტომ რომ რადგან ჩვენ ვიცით, რომ ეხლა TikTok-ი საკმაოდ ბიზნესის წყაროც არის ბევრი ადამიანისთვის, იქ რაღაც თავის მაღაზიებს არეკლამებენ თუ პროდუქტებს თუ უამრავი მიმართულებით შეიძლება ბიზნესი განავითარო ასე და მოგება გქონდეს, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაცია გადაწყვეტილება მიიღო და უზენაეს სასამართლოც დაეთანხმა და ხვალიდან უკვე TikTok-ი ვეღარ იფუნქციონირებს თუ როგორ მოხდება ეხა ამიხსე. იმეც მაინტერესებს სხვათა შორის. გამარჯობა პირველ რიგში ხვალ არის დედლაინი როცა კანონი რომელიც მიიღო ორპარტიული მხარდაჭერით კონგრესმა და ბაიდენის მხარდაჭერითაც იმიტომ რომ მალევე მოაწერა მან ხელი ამ კანონს კონკრეტულად მიზანმიმართულად TikTok-ს ავალდებულებს რომ შეწყვიტოს ან გაყიდოს ხვალამდე ამერიკაში თავისი ოპერაციები ან შეწყვიტოს საქმიანობა ამერიკაში. რაც იმას ნიშნავს ტექნიკურად, რომ ორი მთავარი პლატფორმიდან, საიდანაც ადამიანები აპლიკაციებს იწერენ, ანუ App Store-დან, iPhone-ის შემთხვევაში და Play Store-დან, Google-ის, ანუ Android-ის სისტემის შემთხვევაში, TikTok-ი გაქრება, ანუ TikTok-ს ვეღარ გადმოიწერენ ადამიანები ამ ორი პლატფორმიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვისაც უკვე ჩაწერილი აქვს, ის ვალდებულია რომ წაშალოს TikTok-ი თავის ტელეფონიდან. მაგრამ TikTok-მა თქვა რომ მიუხედავად იმისა Apple და Google, App Store და Play Store წაშლიან თუ არა
თავისი პლატფორმებიდან TikTok-ი თავად გაითიშება, ანუ თავად უზრუნველყოფს, რომ აღარ იმუშაოს, სრულად გაითიშოს ამერიკაში 19 იანვრიდან. აი, როდესაც საუბრობდნენ, რომ ეს არის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემა, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რადგან ეს არის ჩინური პლატფორმა, რომელსაც აქვს წარმოუდგენლად დიდი გავლენა პოლიტიკაზე. ყველა ქვეყანაში და ამაზე შემდეგ ვისაუბრებ, მათ შორის ევროპის ქვეყნების მაგალითედაც, ეხლა ყველაზე ნათელი მაგალითი ეს იყო რუმინეთის არჩევნები, სადაც საკმაოდ უცნობმა პირმა მიიღო ძალიან დიდი პროცენტი, ასე ვთქვათ, TikTok-ზე იყო მარტო, მისი არხი იყო TikTok-ზე და ნუ შემდეგ უკვე დიდი ამბები მოყვა ამას რუმინეთში, აღმოჩნდა, რომ ეს იყო რუსეთის მიერ წახალისებული. ანუ ამ პლატფორმას არ მარტო ჩინეთი, არამედ რუსეთი და სხვა იყენებს პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად. მაგრამ ამ შემთხვევაში რა იყო ამერიკის პოლიტიკოსების არგუმენტები? კონტექსტი რომ თქვა თავიდან, TikTok-ი არის ისეთივე სოციალური ქსელი, სოციალური პლატფორმა, როგორც მაგალითად Facebook-ი, Instagram-ი ან YouTube-ი, სადაც ადამიანები ან ორი მხარის დამაკავშირებელი პლატფორმა არის, ერთ მხარეს არიან კონტენტ კრეატორები და მეორე მხარეს არიან მომხმარებლები და ყველას პრინციპში შეუძლია რომ იყოს კონტენტ კრეატორი. TikTok-ის განსაკუთრებულობა მდგომარეობდა იმაში, რომ მას ჰქონდა განსაკუთრებით კარგი სარეკომენდაციო, ანუ რეკომენდერ ალგორითმი, რომელიც იმის მიხედვით მომხმარებელი როგორ ურთიერთობს აი ამ კონტენტთან, ვიდეო კონტენტთან TikTok-ის შემთხვევაში, ადგენს რეკომენდაციებს უდგენს თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურ პერსონალიზებულ რეკომენდაციებს, ყველაზე დიდი ალბათობით რომელი ვიდეო მოეწონება მას, როცა ჩამოსკროლავს, ყოველი შემდეგი ვიდეო იმის მიხედვით არის შერჩეული წინა მონაცემები და წინა ინტერაქცია როგორი იყო TikTok-თან, რა ინტერესები აქვს ადამიანს და შემდეგ. უბრალოდ განსაკუთრებულობა TikTok-ის იმაში იყო, იმიტომ დააგროვა ასე მალე ამდენი მომხმარებელი. მას ჰქონდა გამორჩეულად კარგი ალგორითმი, რომელიც ჩინეთში შეიქმნა, პეკინში არის დაფუძნებული TikTok-ის მშობელი კომპანია ByteDance და აი ამ ჩინურმა twinebma შექმნეს, ასე ვთქვათ, ეს ალგორითმი. და ამიტომ გახდა ესეთი პოპულარული, ამიტომ იყო ესეთი ჩამთრევი TikTok-ი და ამიტომ გახდა შემდეგ ის რისკიც უსაფრთხოებისთვის. უსაფრთხოებისთვის რისკი გახდა იმიტომ, რომ TikTok-ი აგროვებს ძალიან დიდი რაოდენობით მონაცემებს მომხმარებლებზე, დაწყებული ადამიანების ლოკაციიდან, სად იმყოფებიან, გაგრძელებული იმით რა ინტერესებია. აი მაგას რომელი სოციალური ქსელი არ აგროვებს, ხო? ჩვენ გვახსოვს აი British Analytica-ის სკანდალი, როდესაც ეს მთელი მონაცემები შემდეგ გადასცა პოლიტიკურ პარტიებს ამ Brexit-ის იდეის, ასე ვთქვათ, პოპულარიზაციისთვის და Facebook-იც აგროვებს, Instagram-იც აგროვებს, ვინ არ აგროვებს? ამიტომ მაინტერესებს რა განსხვავება TikTok-ის მიერ შეგროვებულ მონაცემებსა და თქვათ Facebook-ის, Zuckerberg-ის მიერ, ამერიკული კომპანიის მიერ შეგროვებულ მონაცემებს შორის. აი ზუსტად აქ შემოდის ამ კანონის მთავარი დათქმა და მთავარი არგუმენტი, რომელიც ჰქონდა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტს. ეს არის ის, რომ რადგან ჩინური ან TikTok-ი ამერიკული ფილიალის საბოლოო მშობელი კომპანია არის ByteDance, რომელიც ჩინეთშია დარეგისტრირებული, შესაბამისად მასზე ჩინეთის იურისდიქცია ვრცელდება და ჩინური კანონმდებლობა ყველა ჩინურ კომპანიას და მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩინეთის საზღვარგარეთ მოქალაქეებს ავალდებულებს, რომ ითანამშრომლონ ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებთან და უზრუნველყონ, რომ მათ ჰქონდეთ შეუფერხებელი წვდომა ყველა საჭირო მონაცემზე. ნუ ასეთი ზოგადი დათქმა ჩინური კანონმდებლობის, მაგრამ ეს კონკრეტულად ითარგმნება იმაში, რომ TikTok-ი და ByteDance და შესაბამისად მისი შვილობილი TikTok-ი ვალდებულია, რომ ჩინეთის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში მათ გაუზიაროს ამერიკელი მომხმარებლების შესახებ 170 მილიონი მომხმარებელი ყავს, თითქმის ნახევარი ამერიკის მოსახლეობის. ამერიკის მოსახლეობის, ანუ ამერიკელი მომხმარებლების შესახებ ყველა მონაცემი, რომელიც TikTok-ს აქვს. ყველა არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება პერსონალური მონაცემი, ასე დაცული, ისე დაცული, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა მონაცემის გაზიარების ვალდებულება აქვს TikTok-ს, ByteDance და მისი გავლით TikTok-ს, ანუ ამერიკულ ფილიალს ჩინეთის მთავრობისთვის. რაც იმას ნიშნავს, სად შემოდის ეროვნული უსაფრთხოების რისკები უკვე, ხო, რაც თუნდაც მაგალითად რუმინეთში მოხდა. ჩინეთს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ მონაცემების ანალიზის
საფუძველზე ერთი მხრივ პირველი კომპონენტი არის, რომ ამ მონაცემების ანალიზის, მუდმივი ანალიზის, იმიტომ რომ განახლებადი ინფორმაციაა, შესაბამისად იცოდეს ამერიკელი მოსახლეობის სენტიმენტები, მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, მოახდინოს გავლენა ეკონომიკურ პროცესებზე, სამომხმარებლო ტრენდებზე და უბრალოდ მიიღოს ინფორმაცია იმაზე, რა ხდება ამერიკაში დიდ სურათში, იმიტომ რომ ნახევარი მოსახლეობის მთელი სურათის აღქმა შეუძლია, იდეალური გზა არის ერთი მხრივ ინფორმაციის შესაგროვებლად და ანალიზისთვის, კლასიკური სადაზვერვო საქმიანობისთვის და მეორე მხრივ უკვე გავლენის მოხდენისთვის ძირითადად რა თქმა უნდა კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები გიორგი და ეგრეა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავსვავ კითხვას. იგივე Facebook-თან დაკავშირებით, რომელიც ამერიკული კომპანიაა და რომელმაც ხოთაშორის fact-checking-ის ფუნქცია ეხა ამერიკისთვის შეწყვიტა. გააუქმა, ფუნქცია გააუქმა, რაც ძალიან დიდ ნებათა ხელვას იწვევს და რაზეც დიდი დებატებია ამერიკაში. აი იგივენაირად არის, ოღონდ აი რუსეთის შემთხვევაში, ხო, ჩვენ ვნახეთ სწორედ სოციალური მედიის საშუალებით ქონდა რუსეთს, აი Facebook-ის საშუალებით ქონდა რუსეთს გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ანუ რა სადაურია ეს პლატფორმა, რა აქვს ამას მნიშვნელობა იმისათვის, რომ რუსეთმა, ჩინეთმა, რა ვიცი, მათ ყველაზე მეტი შესაძლებლობები აქვთ ახლა ამ მიმართულებით გავლენა მოახდინოს რომელიმე ქვეყნის პოლიტიკაზე. თქვათ შეისწავლოს ახლა Facebook-ის ალგორითმი ეგრეა, ხო? ხედავს რაზე ხარ, რისკენ ხარ, მიდრეკილი თუ ხარ მიდრეკილი თქვათ შეთქმულების თეორიებისკენ გიგდებ შეთქმულების თეორიებს. თუ ერთხელ მაგალითად დააკლიკე და ორჯერ უყურე ვიდეოს, რომ დედამიწა ბრტყელია, მერე ისეთ გარემოში აღმოჩნდები, რომ ყველა შენს მეგობარს ვისთან დამეგობრების შემოთავაზებასაც მოხსენ, ჯერა რომ დედამიწა ბრტყელია და ამას დაიჯერებ, ან თუ რაღაცა მაგალითად სხვა მიმართულებით გაქვს სენტიმენტები, ხარ უფრო კონსერვატორულ იდეებს უფრო გაგიძლიერებს, ხარ უფრო ვთქვათ მემარცხენელ იდეებს გაგიძლიერებს და შენს ბაბლს შეგიქმნის, სადაც გონია რომ შენი იდეები არის ერთადერთი ჭეშმარიტი იდეები, რამაც შექმნა პოლარიზაციას უზარმაზარი პოლარიზაცია ამან შექმნა სწორედ ამ ბაბლების გაჩენამ და ადამიანების დარწმუნებამ იმაში, რომ მათი იდეები არის ერთადერთი სწორი იდეა და დიალოგს აზრი არ აქვს და დიალოგის სურვილი მოკეთ აღარ შეწყვიტა რა, დიალოგის სურვილი გაქრა. აი ამ მიმართულებით და გულწრფელად მართლა მაინტერესებს რა მნიშვნელობა აქვს თუ სად არის ეს კომპანია შექმნილი და ვინ არის მისი მფლობელი. ეს კარგი კითხვა და ერთი არგუმენტი პრინციპში რომელიც სხვა შორის უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა ამერიკის მთავრობის ეს არგუმენტი იყო შემდეგი რომ ზუსტად ის რაც თქვით რომ TikTok-ს აქვს საშუალება რომ კონტენტის მოდერაცია გააკეთოს იმის მიხედვით რა თავისი რა ინტერესები აქვს რა აჯენდას მიყვება მოკლედ ზუსტად ამ პრინციპით რომ თქვა ბაბლები შექმნას ან რაღაც კონტენტი გაავრცელოს კონკრეტული უფრო აქტიურად ის დააპრიორიტეტოს მათ შორის შეიძლება რომ ჩინური ნარატივი გაავრცელოს მაგრამ უზენაესმა სასამართლომ თქვა რომ ეს არ არის TikTok-ის კონკრეტული მახასიათებელი ჟურნალისტებსაც კი ეს იყო უზენაეს სასამართლოს ციტატა ერთ-ერთი რომ ჟურნალისტებიც კი გამოსტილი ჟურნალისტები თავად წყვეტენ რომელი ამბები გააშუქონ და რომელი არა და კონტენტის მოდერაცია რაც თქვით ახლა რომ შეიძლება რუსეთის ნარატივი გავრცელდეს Facebook-იდან მარტივად ან მემარცხენე ან მემარჯვენე თემები. ეს არ შეიძლება იყოს თავისთავად აკრძალვის საფუძველი. ამ შემთხვევაში აკრძალვას მხოლოდ იმიტომ დაუჭირა მეორე პირველი კომპონენტი რაც იყო უზენაესმა სასამართლომ მხარის არის რომ მონაცემები არ გავიდეს, არ აღმოჩნდეს ამერიკის მოწინააღმდეგე ქვეყნის ხელში. ეს იყო აქ მთავარი, რა თქმა უნდა, ეს არგუმენტაცია და სადაზვერვო მასალები, რომელიც წარედგინა უზენაეს სასამართლოს არ არის საჯარო, მაგრამ მთავარი არგუმენტაცია იყო არა ის, როგორ შეიძლება ამ პლატფორმების შინაარსობრივად გამოყენება, რომ ბევრ ადამიანს მიწვდეთ. მაგალითად ის რაც მოხდა რუმინეთში, ხო, სადაც ადამიანმა TikTok კამპანიით პირველი ადგილი დაიკავა პირველ ტურში. არამედ მონაცემების უსაფრთხოება იყო აქ მთავარი არგუმენტი, რომ ეს მონაცემები, რომელსაც აგროვებს TikTok-ი არ გავიდეს და არ აღმოჩნდეს კომუნისტური პარტიის ხელში და არა ის რომ კომუნისტურმა პარტიამ
არ გაავრცელოს რაღაც ნარატივი, რომელიც ისედაც შეიძლება გაავრცელოს, ხო? ანუ თუ არ იქნება მფლობელი, ამერიკელი თუ იქნება TikTok-ი. მოკეთ უფრო გაუადვილდება ამ ოპერაციის მარტივად რო ვთქვათ. იგივე შეიძლება წამოიღოს Instagram-იდან, Twitter-მისგან, X-იდან, Twitter-იდან. მაინც გააკეთოს იგივე, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება. მაგრამ ასე უფრო მარტივია, როცა მის ხელშია ყველა მონაცემი და მას თავად შეუძლია განსაზღვროს რა ნარატივი იმუშავებს ახლა მაგალითად ამერიკაში იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული ჩინური პოლიტიკური ინტერესი გატარდეს. კი ბატონო, გიგი, ძალიან დიდი მადლობა. გიგი გიორგაძე იყო ჩვენთან ერთად. გავაგრძელოთ ეს საუბრები ამ თემაზე, იმიტომ რომ უკიდურესად საინტერესო, უბრალოდ მიჭირს ადამიანის პოვნა, რომელიც კარგად ილაპარაკებს ამ თემაზე და რადგან აღმოგაჩინე ვიმეგობროთ. ხო, ეს საინტერესო ამბავი, თუ გვაქვს დრო მოკლედ დავამატებ. ხო, ძალიან ცოტა დრო გვაქვს საბჭოთა. თავარი ამბავი არის რა მოხდება 20 იანვრიდან, როცა ტრამპი გახდება პრეზიდენტი, იმიტომ რომ ტრამპს აღარ უნდა, განსხვავებით წინა ვადისგან, აღარ უნდა რომ TikTok-ი აიკრძალოს ამერიკაში და საუბარია რომ Amazon-მა, Elon Musk-მა, შეიძლება Walmart-მა კონსორციუმის შექმნა, ან ცალ-ცალკე რომელიმე მიყიდოს TikTok-ი და ტრამპი ეცდება უახლოეს პერიოდში თავის პრეზიდენტების შემდეგ რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს. ესეც საინტერესოა, თუ და Elon Musk-ის ხელში მეორე უდიდესი სოციალური პლატფორმის მოხვედრა კიდევ უფრო საშიშია, ჩემი აზრით, ვიდრე ჩინეთის ხელში იყოს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. გიგი გიორგაძე იყო ჩვენთან ერთად, მე მგონი ძალიან საინტერესო თემით, რომელსაც მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. ეს იყო მთავარი მსოფლიოში, მე ამით გემშვიდობებით, სამშაბათამდე კარგად ბრძანდებოდეთ.